საინფორმაციო პროგრამა ფაქტი აგრძელებს მუშაობას. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია. მალე ბიულეტენების დათვლა დაიწყება. მანამდე კი გთავაზობ დღის განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს. ოზურგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დღის 12 საათისთვის ამომრჩეველთა 22% გამოცხადდა. როგორც ნომერ მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, წინა წლებთან შედარებით წელს ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა შეინიშნება. დღის 12 საათისთვის ნომერ მე-60 ოლქში არც ერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა. ნომერ 60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ არის 64116 ამომრჩეველი, 12 საათის მონაცემებით მოსულია 14237 ამომრჩეველი, რომელიც შეადგენს ერთიანი სიის 22%-ს. ამ დროისთვის რაიმე საჩივარი და დარღვევა არ დაფიქსირებულა. ოზურგეთის ნომერ მეორე საუბნო საარჩევნო კომისიაში დღის 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი გახდათ. უმაზე მისული ამომრჩეველი ხმის მიცემას რიგებისა და შეფერხების გარეშე ახერხებდა. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნები 7 გარემოში მიმდინარეობდა. უმაზე არც ერთი დარღვევა და საჩივარი არ დაფიქსირებულა. არ ჩამიგდი არც ერთი არჩევნები. ყოველ არჩევნებზე ვაფიქსირებ ჩემ ხმას. დღეს მოვედი იმისათვის, რომ ხმა მიცე უკეთეს საქართველოს მშვიდობას და სტაბილურობას. 60:02-ზე უბანი გაიხსნა 8 საათზე, 12 საათის მონაცემებით 220 ადამიანმა მისცა ხმა. სულ ყავს 1268 ამომრჩეველი, სპეციით ირიცხება 7. აქტივობა ჩავთვალოთ, რომ არის საშუალო დონის, წინა წელთან შედარებით არ არის ისეთი ძლიერი აქტივობა, როგორც შანშან გახდათ. და არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ თავისუფალ გარემოში. არა, დარღვევას საჩივარი ჯერჯერობით უფლის წყალობით არაფერი არ აგვაქვს. ხმის მიცემის პროცესი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მშვიდ ვითარებაში დაიწყო. დამკვირვებლები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გადანაწილებულები იყვნენ. სოფელ ბაღში დარღვევის არც ერთი ფორმა არ დაფიქსირებულა. 893 ამომრჩეველი ყავს სულ. 50%-ს გადავაჭერბეთ, ხო? ნაირი ექსცესი არ ყოფილა, არანაირი არაფერი არ ყოფილა. ექსცესების გარეშე წარიმართა ხმის მიცემის პროცესი სოფელ ნარუჯის ნომერ მე-13 საარჩევნო უბანში. დღის პირველ ნახევარში აქ ამომრჩეველთა ნაკლებობა შეინიშნებოდა, თუმცა კომისიის წევრები ამომრჩევლის გააქტიურებას საღამოს საათებში პროგნოზირებენ. გამოცხადება ნორმალურად მიმდინარეობს. აქტივობა დღის მეორე ნახევრისათვის ცოტა იკლო, მაგრამ იმედია საღამოისკენ უფრო იმატებს, რადგან საშემოდგომო სამუშაოებია და ჩვენ ამით ვფიქრობთ, გამოწვეული მიზეზი ეს იქნება. სხვა ექსცესები და რაიმე დარღვევები არ დაფიქსირებულა. იყო საერთაშორისო დამკვირვებლები, საერთაშორისო დონის წარმომადგენლები ყავს, პარტიის წარმომადგენლები, მეთვალყურეები და მიმდინარეობს პროცესი ნორმალურად. ოზურგეთის ნომერ მე-60 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე საღამოს 5 საათისთვის ლაშეს უბანს ეწვია და არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდა. ოლქის თავმჯდომარის განცხადებით 5 საათისთვის არჩევნებზე მოსახლეობის 44% გამოცხადდა. ოლქში ამ დროისთვის საჩივრები არ დაფიქსირებულა. არჩევნები 7 გარემოში მიმდინარეობს, 5 საათის მონაცემებით აქტივობა დაფიქსირდა 28423 ამომრჩეველი, რომელიც შეადგენს 44%-ს. რაიმე დარღვევას ადგილი არ ქონია, მე თვითონ გავხდით დაახლოებით 25 უბანში და ყველაფერი ნორმალია. საჩივარი ოლქში შეეხება საჩივრებს ამ ეტაპზე არც ოლქში და სადაც ვიყავი უბნებში არ დაფიქსირდა. ლაშეს უბანზე დღის 5 საათისთვის უცხოელი დამკვირვებლებიც იმყოფებოდნენ. სოფელ ბოხვაურის ნომერ 23 და სოფელ შემოქმედის ნომერ 45 საარჩევნო უბნებზე საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. 5 საათის მონაცემებით უბნებზე დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები გამოცხადდა. აქტივობა რა თქმა უნდა არის საკმაოდ დიდი უბანია, 1590 ამომრჩეველია. სადღაც ამ დროისათვის უკვე მოსულია 700 ამომრჩეველი. რა თქმა უნდა ცოტა გასულ წელთან შედარებით ცოტა აქტივობა არის დაბალი, მაგრამ მაინც საკმაოდ კარგი შედეგებია. არჩევნებთან შედარებით აქტივობა გაზრდას მე ვერ დავაბალანსებ, იმიტომ რომ
ეხლა შემოდგომის ისეთი პერიოდია ძალიან რთული და აი ეხლა უფრო ველოდებით გააქტიურება აი დახურვამდე, იმიტომ რომ ეხლა თითოეული საათი სოფლის რომელისათვის ძალიან მაღალი. აქტივობა შემცირდა მეტი რომ თქვა არც ამაში იქნები მართალი, იმიტომ რომ აგერ 650-ზე უკვე გადასული ვართ. ასე რომ აქტივობა საკმაოდ. ეს გახლავთ ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. მე ეგზიტ პოლების შედეგებით მალე დაგიბრუნდებით. დროებით.